ესე იგი შემდეგი თემა არის ძალიან საინტერესო ესეც საოცარი იუმორისტულია რა. ნუ დოსითო იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, ახალგაზრდას დილობიანი აღზრდილი იყო, ნუ ოჯახიდან იყო და ნუ რაღაცა გადასარავი და ყველას ესე მოკლედ არაჩვეულებრივ წევს. ერთხელ კი ესეთი რამე შეემთხვა, ესე იგი რაღაცაზე განრისხდა, გაბრაზდა და რომელიღაც ძმას რაღაცა ფიცხელი სიტყვა მიუგო. ესე წერია ფიცხელი, რაღაც ყვახეთ უთხრა. და ამის შემდეგ ესე იგი უცებ და მიხვდა რა გააკეთა. ყველაფერი დაყარა, შევიდა საკუჭნაოში, სადღაცა და დაждდა მიწაზე და დაიწყო ტირილი. და მოკლედ შევიდნენ ესე იგი ძმები და კაი ხა დოსითე რა მოგივიდა ხა რა თქვი ხა ისეთი რა მოხდა ხა არაუშავს ეს ტირის აი გულა მოსკვნიც ტირის მოკლედ ეს დოსითე რა და ბოლოს არვიდნენ და დოროთეს ეუბნებიან ყავს სიყვარული ეს ფრაზა ხშირად არის წმინდათა ცხოვრებაში ესეთი კონსტრუქცია ყავს სიყვარული და გააკეთე ყავს სიყვარული და მიდიო დოსითესთან ტირისო კაცო აი ეს შევიდა ეს დოროთე და შევიდა და მждომი ქვეყანა პოვის იგი მждომი ქვეყანაზე და მტირალი ანუ მიწაზე ისდა და ტიროდა და რაი არის დოსითე კითხა რაისათვის ეს რაც ტირ ხოლო მან შემინდვეთ დოროთე შეუნება რამე თუ განვრისხდი და ვარქვი რისხვით სიტყვაი ძმასა კიდე რა უთხრა ესე იგი გაუმძაფრა ესე იგი და იმის მაგერად რომ დააწყნაროს კაცო აქ ცხენია ეს რაკენიო ეს შენ ძმას კი არ მიაყენე შეურაცხყოფ ქრისტეს აწუხებო რა ქრისტეს მიაყენე შეურაცხყოფო აი ეს უგადაირია მოკლედ და თავ მოდრეკი ტირნოდენ სხვას არა სიტყვენ დახარა თავი და აი კარგად რომ უიჯერა იმან ტირილით გული ამან უთხრა წყნარად ეუბნება. აღზე და შეგინდვენ ღმერთთან ამირიდან ეგზალე და ღმერთი შეგეწევეს. როიტირა უთხრა რომ აი ღმერთმა გაპატიო. ხოლო მას ვითარცა ეს სიტყვა მისი შეიწყნარის სარწმუნოებით. ესე იგი აი ეგ არის ერთი ძალიან საინტერესო მე ცოტა მოგვიანებით ვიტყვით რომ ეს დოსითე როგორია იცით რასაც დოროთე რადგან დოროთე დაუდგინეს ნუ ბარსანოფი დიდმა დაუდგინა რა ფაქტიურად მოძღვროთ ხო ამიტომ მისი სიტყვები მისთვის არის ღმერთის სიტყვები ანუ დოროთეს ემორჩილება როგორც ღმერთს დაემორჩილებოდა და აი ეს არის მისი ყველაზე დიდი სათნოება დოსითეს